როცა მასწავლებელი ძალადობს. სასკოლო ძალადობა თითქოს შორეული პრობლემაა, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ის რეალურად ჩვენს ყოველდღიურობაში იკვეთება. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა, ეს არის სისტემა. წლების განმავლობაში ჩაგვინერგა, რომ მასწავლებელი ყოველთვის მართალია, ხოლო ბავშვი არის დასჯადი ობიექტი. 2025 წელს ეს ვეღარ ჩაითვლება შეცდომად, ეს უკვე კანონიერად არის დასჯადი და დანაშაული მასწავლებლის მხრიდან ძალადობა ნებისმიერი სახის. რა ხდება რეალურად სკოლებში? ჩვენ სკოლების კედლებს მიღმა ხშირად ხდება ის, რასაც საზოგადოება ინციდენტს ეძახის. ფსიქოლოგია კი ტრამვას. ბავშვებს ურტყავენ ხელით, ჯოხით ან ემოციის აყოლებით, დასაწყნარებლად. ბავშვებს ეუბნებიან შედეგენერატომ, შედებილო, შედებილო. ვერაფერს გაიგებ, ამიტომ არც ხარ უვიცი. ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში. მასწავლებლები ბავშვებს აბუჩად იგდებენ თანაკლასელების წინაშე და ამას სწავლების მეთოდს უწოდებენ. ეს ხმები არ მიდის ტელევიზიამდე და საბოლოო ჯამში იმ კლასის კედლებში ვეიკარგება, მაგრამ ბავშვი ამას არასდროს არ იცის. როგორ მუშაობს ძალადობის მექანიზმი სკოლაში? ძალადობა იწყება იქ, სადაც ბავშვს ტკივილის მნიშვნელობა აღარ ესმის. ზედმეტად მკაცრი სიტყვები. ასეთი უვიცი როგორ ხარო ვერ გაიგე? დაკარგული თვითკონტროლი, ყვირილი, შეურაცხყოფელი მოპყრობა, ფიზიკური თავდასხმა, ხელის აწევა სიჩუმისთვის თუნდაც, დასჯისთვის ან რაღაცა ნებისმიერი ქცევისთვის ჩქმენტა მასწავლებლის მხრიდან. ბავშვისთვის ეს უკვე არის გაუცხოებული სიჩუმე. არ ლაპარაკობს ბავშვი მშობელი, თავს იკავებს. იცი, ჩემი შვილი პასიურია, ჩაკეტილია და იქნებ ყურადღება მიაქციოთ, მაგრამ ამ დროს ადმინისტრაციაც არ რეაგირებს. აი ამ ვითარებაში მთავარი კითხვა არ არის რატომ არის მასწავლებელი აგრესიული. მთავარი კითხვა არის რატომ არავინ არ აჩერებს ამ. რეალურად ვინ ხდება მსხვერპლი? ყველა? არა, ბავშვი. ძალადობა არ ასხავებს არაფერს. ძლიერ და სუსტ მოსწავლეს, ხმაურიანს და ჩუმს, ბიჭსა და გოგოს, ქალაქელს, რეგიონელს, სოფელს არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც შეიძლება ურტყა. არსებობს მხოლოდ უმწეო ბავშვი, რომელსაც სჭირდება დაცვა. რაზიანი მოაქვს ერთ დამამცირებელ სიტყვას შედებილო. ეს სიტყვა ბავშვის ფსიქიკაში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება და რამდენი კიდევ მსგავსი სინონიმი არსებობს სკოლაში, რომელსაც სამწუხაროდ მასწავლებლები იმეორებენ. ფსიქოლოგების შეფასებით ეს არის ალბათ ფიზიკურ ტკივილზე სწრაფი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია და სიტყვერი ძალადობა წლების განმავლობაში ილექება ბავშვის გონებაში. ბავშვი, რომელსაც ერთხელ უთხრეს შენგან არაფერი გამოვა, ხშირად სწორედ ამას იჯერებს. არა იმიტომ რომ უნარო, არამედ იმიტომ რომ ვიღაც იდიოტმა მასწავლებელმა მისი პოტენციალი გააქრო. სკოლა ფაქტობრივად დღეს არავის არ იცავს. როდესაც მასწავლებელი ეუბნება ბავშვს, შენ არაფერს წარმოადგენ. შენ არავინ არ ხარ, შენ ვერაფერს მიაღწევ. შენ რა შეგიძლია, რამდენ ხანს უნდა გააგრძელო ასე. მუდმივად ერთი და იგივე უსწავლელი როგორ უნდა მოდიოდე. უსირცხვილო ხარ და ასე შემდეგ. ეს ძალიან გავს საწყოს შორის იმ რეჟიმს, რომელიც 1937 წელს იდგა. ადამიანის ღირებულება ნულოვანია ფაქტობრივად. როდესაც ბავშვი სკოლის ეზოში ტირის და არავინ ინტერესდება, ეს იგივეა, რაც საზოგადოება უყურებდეს უსამართლობას მის თვალწინ ხდებოდეს, ვინმე სცემდნენ და ჩუმად იყოს. პრინციპში დიდად არაფრით არ განსხვავდება ეს საზოგადოება დღევანდელი სკოლისგან. საზოგადოება ფაქტობრივად უსამართლობაზე ჩუმად არის და როდესაც დირექტორი ძალადობას მალავს და დამნაშავეს იცავს. მერე რა ეს ხო სკოლა შემთხვევით მოხდა და სკოლა ამ დროს კარგავს თავის რეალურ ფუნქციას, დანიშნულებას და იქნება სისტემა, რომელსაც ბავშვი უბრალოდ არ არის გვასწავლის ეს ყველაფერი. სასკოლო ძალადობა არასდროს იწყება ჩხუბით, ყვირილით, სცემით. ასეთი შეურაცხყოფელი სიტყვით, ის იწყება დამამცირებელი სიტყვით. უვიცო, იწყება შეუმჩნევლად, თითქოს სწავლების პროცესში რაღაც ვერ გაიგო და უვიცი ხარ, დეგენერატო, როგორ ბედავ ამას და სწორედ მაშინ იკარგება რეალურად ბავშვის სითამამე, გამოხატვა, სურვილი რომ რამე თქვას, თუნდაც სწორი, თუნდაც არასწორი, თუნდაც ჩუმი, თუნდაც თუ დღეს მასწავლებლის შეურაცხყოფელი გამოსვლა არ შევიმჩნიეთ, ხვალ ეს სიტყვა შეიძლება მუშტად იქცეს, ან ჯოხად, ან რა ვიცი ნებისმიერ სხვა რამედ. თუ დღეს ადმინისტრაციამ ძალადობა დაფარა, ხვალ ასეთ იქცევა სკოლის წესად ჩამოყალიბდება. თუ დღეს მშობელი ძალადობას აიტანს, ხვალ მისი შვილი სრულიად დაუცველი დარჩება, ან კიდევ უფრო ცუდი, თავად გახდება მოძალადე. მოძალადე იმ სისტემის ფარგლებში, რომელმაც ის გამოზარდა ასეთ ჩაკეტილ უმწეო ადამიანად, რომლის ემოციები არსად არ მიდიოდა არც ოჯახში, არც სკოლაში, არც მის მეგობრებთან. უსაფრთხო სკოლას ვერ ააშენებს მხოლოდ სამინისტრო. ვერ ააშენებს კანონი და დირექტორი. უსაფრთხოება იწყება იქ, სადაც ერთი ადამიანი ამბობს: ბავშვზე ძალადობა ჩემი საქმეა და მე ამას აღარ მოვითმე.